გაუტანს უკრაინას და ჩვენ შეგვიძლია უკვე გავისაუბროთ ბატონ გიორგის საღამოშვიდობისა, მადლობას გიხდით რომ გვერთვებით. ბოლო ინფორმაციის შესახებ მინდა გკითხოთ. ვრცელდება ინფორმაცია, პუტინი აკეთებს პრესკონფერენციაზე სხვადასხვა ტიპის განცხადებებს და მათ შორის მან თქვა ასეთი რამ, რომ არანაირ შეთანხმებაზე ხელმოწერას აზრი არ აქვს, ცეცხლი დასრულდება მაშინ, ანუ ტერიტორიებს დაცლის შეიარაღებული ძალები და ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ მშვიდობასთან დაკავშირებითო. ბატონ გიორგი, საინტერესოა თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? ჩვენ ვიცით, რომ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამდა, აფიქსირებდა ამ სამშვიდობო გეგმაზე, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ მიიღებდა ამას პუტინი. რა ხდება ამ ეტაპზე და რეალურად რა პერსპექტივა ჩანს? გაგრძელდება მოლაპარაკებები, დაახლოვდება პოზიციები, რა ხდება, მოკლედ გითხარით? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დღეს ამერიკაში მადლიერების დღე აღინიშნება და მინდა მიულოცო ამერიკასაც და საქართველოსაც. რაც შეეხება დღევანდელ პუტინის განცხადებას, ეს გაგრძელება იმ განცხადებისა, რაც ჩვენ გვესმის უკვე დიდი ხანია, ხო, რომ ამ უკრაინის ომი ცეცხლი ყოველ შემთხვევაში შეწყდება მაშინ, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები დატოვებენ მინიმუმ დონეცკის ოლქს, ან ვიომებთ. ეს მინიმუმ ვლადიმერ პუტინს გაჟღერებული აქვს 2024 წლის ზაფხულიდან. ხო, ნუ ზაფხულში იყო ასევე, რომ ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქიც უნდა დატოვონ და არის ლაპარაკი, რომ თქვა ზაპოროჟიესში და ხერსონში ის მზად არის დღევანდელ გამყოფ ხაზზე შეაჩეროს ცეცხლი, მაგრამ დონეცკის და ლუგანსკის ოლქებთან მიმართებაში მისი პოზიცია არის ცალსახა, რომ ან მოხდება უკრაინის არმიის ევაკუაცია ამ ოლქებიდან, ან ვიომებთ. და ეს მესიჯი მას ასე თქვა აქვს ასევე ალბათ უიტკოპსაც ამ მესიჯზე უბნებიან და შესაბამისად რა პერსპექტივი აქვს მოლაპარაკებებს, ხო? ეს საინტერესო გახდა უკაცრავად, ეს საინტერესო გახდა იმ ჭრილშიც, რომ მან თქვა, რომ არანაირ შეთანხმებაზე ხელმოწერას აზრი არ აქვს. აი რა გამოდის? ამდენი ვიშრომეო დონალდ ტრამპი ამბობს, კი გასაჯაროვდა ეს რაღაც ძალიან ხმაურიანი საუბრის ჩანაწერები დიალოგის, მაგრამ ის ამბობდა, რომ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ახლოს ვართ ცეცხლის შეწყვეტასთანო და თუ ეხლა პუტინი ამბობს, რომ არანაირ სამშვიდობო გეგმებზე ხელმოწერას აზრი არ აქვს, რა გამოდის? პუტინმა ხაზი გადაუსვა დონალდ ტრამპის შრომასაც, ისინი ხომ პერიოდულად ერთმანეთისადმი სიმპათიებს არ მალავენ. ესე იგი, ეს ხა ესეც ასე ვთქვათ პუტინის ესეთი პოზიცია დიდი ხანია, რომ უკრაინის ამჟამინდელი რეჟიმი, რადგან არჩევნებს არ ატარებს, არალეგიტიმურია და შესაბამისად მასთან ჩვენ არანაირ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელს არ მოვაწერთ, მაგრამ ეგ უფრო მოლაპარაკებების პოზიცია მგონია, ანუ რაღაცა მაქსიმალისტური პოზიციის დაჭერა, რომ თქვა მინიმალისტური სარგებელი მაინც მიიღო, იმიტომ რომ რეალურად ხო ხელმოწერა არ არის პრობლემა. პრობლემა არის რაზე შეთანხმდებიან და ეს პუნქტები თუ სიცოცხლეში განხორციელდება, ხო? ამის ნაწილია თქვათ ამ პუტინის ეს ჩაციკვლაც ლეგიტიმაციაზე, რომ მას უნდა რომ თქვათ იმ დათმობებზე, რომელსაც უკრაინა წავა, ისეთმა თქვათ ჭალებში თქვათ მისიაზე რეჟიმმა მოაწეროს ხელი, რომელიც ამას თქვათ აღასრულებს და სიცოცხლეში მოიყვანს. რაც შეეხება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მომავალი ამ მოლაპარაკებების, რეალურად ეს ყოველთვის ურთულესი პროცესი იყო. დონალდ ტრამპი კი იძახდა წინა საარჩევნოთ, რომ ერთ დღეში დავასრულებ, მაგრამ ეს ყველას ესმოდა, რომ ეს ერთ დღეში კი არა, უკვე რამდენი ხანი გავიდა და ეხლაც ურთულესი პირობებია წინ, იმიტომ რომ ამოსავალი წერტილი არის მრავალი საკითხი, მათ შორის ის, რომ რუსეთი ითხოვს იმ მიწებს, რომელიც მას უკვე 3 წელია სამხედრო გზით ვერ დაუკავებია და ითხოვს უკრაინისგან, რომ დატოვოს ეს მიწები. ხოლო უკრაინისთვის ეს პირველ რიგში პოლიტიკურად, ხო, ზელენსკისთვის ახლა შიდა პოლიტიკურად ეს ურთულესი საკითხია, მეორე დონეცკის ოლქში ეს რაიონები არის ყველაზე გამაგრებული ფორტიფიკაციები, რაც უკრაინას გააჩნია. ანუ ეს არის პრაქტიკულად განიარაღება ფრონტის ხაზის და რუსეთისთვის იმ მიწების მიცემა, ანუ აქ იმ პირველად 28 პუნქტში ეწერა, რომ ეს დემილიტარიზებულ ზონად ცხადდებოდა, რომელიც ასე ვთქვათ მას
კიდე შევა 4 და 5 წელი დაჭირდეს ხო რუსეთს ამ მიწების ასაღებად და როგორც ხედავთ რუსეთი უარს აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას თუ არ მოხდება დონეცკის ოლქის ევაკუაცია შესაბამისად ეს არის ისეთი საკითხი რომელზეც ხარეები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან რუსებს რისი იმედი აქვს რომ ამერიკელები მიაწვევიან უკრაინას რეალურად რუსების ერთადერთი ასე ვთქვათ მოკლევადიანი ვადიანი იმედი ეს არის ხანგრძლივ ვარიანტში რაც დღესაც განაცხადა ხო რომ ან მოხდება უკრაინის არმიის მიერ ამ ტერიტორიების ევაკუაცია ან ჩვენ სამხედრო გზით დავიბრუნებთ ანუ ხანგრძლივ ვარიანტი არის რომ ვიომებთ და ეს არის რეალურად ერთადერთი შანტაჟი თუ არა რაც თქვათ რუსეთი ამერიკელებს აწვევა თუ მესიჯს უგზავნოს ჩვენ მზათავარ და ვიომებთ მის ინტერესში რეალურად ეხლა შედის ომის გაგრძელება ბატონ გიორგი პუტინის ინტერესში იცით როგორ არის ეხა რა თქმა უნდა მის საუკეთესო სურვილის 28 პუნქტიანი გეგმა თუმცა ამ მომენტში ის არ და ვერ დაასრულებს ომს აი ესეთ შუალედურ პოზიციაში დონეცკის ოლქის აღების გარეშე აქ რამდენიმე მიზეზია რაც არ უნდა ავტორიტარული იყოს სახელმწიფო რაღაცა შიდა აუდიტორიასთან მაინც სჭირდება მას ხო კომუნიკაცია ერთი ეს მე და ამიტომ მან მოსახლეობას ხო უნდა მიხიდოს რაღაც გამარჯვება მეორე რა თქმა უნდა ამხელა სამხედრო მანქანის მოქოქილი უკაცრავად სამხედრო მანქანის გაჩერება როდესაც თქვა ეკონომიკას ესასაზრდოებს და შუა გზაზე ესე ძალიან რთულია ხო ავა თუ კარგად და ურთულესი გაჭირვებით ადამიანური და სხვა რესურსული დეფიციტებით ამ მომენტისათვის თუ გაზეთებს დავუჯერებთ ტაატით ზოზინით მაგრამ რუსეთის არმია სანტიმეტრობით მაგრამ წინ მიდის და შეტევაში მყოფი არმიის გაჩერება ამ წუთისთვის პუტინისთვის ჯერ ერთი არ არის ხელსაყრელი მეორე იოლის საქმე არ უნდა იყოს დიდი ბენეფიტების გარეშე შესაბამისად ყველაფერი ხო მოლაპარაკებებია და ყველაფერზე შეიძლება შეთანხმება, მაგრამ რაში გაიცვლება თქვათ ცეცხლის შეწყვეტა თუ ის ან დონეცკს ვერ მიიღებს, მაშინ რაღაცა სხვა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ჯილდო უნდა მიიღოს და ეს ჯილდო ჯერ არ ჩანს, ხოლო ის ხო და ის მზად არის შეიარაღებული მოქმედებები გააგრძელოს მიუხედავად სანქციებისა, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისის, იმიტომ ეს ასევე დასავლეთისთვის სიგნალია, რომ ვერ მომერებით. ხო რაც არ უნდა დაასანქციონოს და რაც არ უნდა გაუჭირდეს, ხო ბოლოს და ბოლოს ხალხს შეჭამენ და ომს გააგრძელებენ, იმიტომ რომ ეს ახლა პრესტიჟის საკითხის გარდა არის, ასე ვთქვათ, რუსეთის წარმოდგენაში, ხო ეგზისტენციალური საკითხი ეს სამხედრო მოქმედებები. შესაბამისად, სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ უახლოეს მომავალში ეს ომი გაჩერდეს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აი ეს 28 პუნქტიანი თავდაპირველი გეგმა რაც ჟენევის შეთანხმების შემდეგ, შეხვედრების შემდეგ უკაცრავად არის მოდიფიცირებული, ვიცით რომ 19 მუხლია თუ პუნქტი ახლა შესაძლებელია რომ ამის გამოც ეთქვა მას უარი იმ ინფორმაციის ფონზე რომ კრემლში შედგა რეალურად ეს გეგმა და არა თეთრ სახლშიო, თელმა მსოფლიომ მიადევნა თვალყური ხო ბლუმბერგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს. ხო, ნუ იმ ბლუმბერგით რო დავიწყოთ ახლა, კი რა თქმა უნდა, ახლა არასასიამოვნო ის იყო სტენოგრამის გავრცელება, მაგრამ სიმართლე რო ვთქვათ, რა წავიკითხეთ, ახლა ისეთი შოკის მომგვრელი, რომ ხალხმა არ იცის და დაბნეულია, ხო? ალბათ მეორე დიალოგის მეორე ვარიანტი, სადაც თვითონ პუტინის მრჩევლები ცდილობენ, ამბობენ, რომ მივაწოდოთ ეს ამერიკას და მათ უნდა საზოგადოებას შეასაღონ როგორც ამერიკული ვარიანტი. ალბათ ეს უფრო იყო შოკის მომგვრელი, ვიდრე მართლა ახლა მომლაპარაკებლებს შორის საუბრის თავისებურებები არა? ხო, რაც შეეხება 28 პუნქტს, რა თქმა უნდა, ეხლა რუბიომაც არ დამალდა იქ რუსული ინტერესების გათვალისწინებით დაიწერა და ასე ვთქვება, თქვა რომ ასევე უკრაინული ინტერესებით და მეორე სხვა, აბა როგორ წარმოგიდგენია ჩვენ ახლა სამშვიდობო ხელშეკრულება ამ რუსეთი და უკრაინა უნდა დასტავდეს ამ სამშვიდობო ხელშეკრულებას და ახლა თუ არ მოხდა არც ერთი მეომარი ქვეყნის ინტერესის გათვალისწინება, ამიტომ მე რა თქმა უნდა იქ ახლა ასე ვთქვათ მოისმინეს და რუსული ინტერესებით გათვალისწინებული იყო, მაგრამ მე ახლა შორს ვარ იმაზდისგან, რომ ახლა კირილ დიმიტრიევმა ეს დაწერა და ვითხოვს გადაუგზავნეს და მე ითარგმნა ამ პირდაპირ ინგლისურად. ახლა ეს ესე არ ხდება, ეს არასერიოზულია. რაც შეეხება უკვე 28 თუ 19 კი ბატონო, ახლა 19-მდე დავიდა, მაგრამ თავარ საკითხებზე იმ 19-ზეც ამბობენ, რომ უკრაინა დაღთახდა რაღაცა თავისი რეზერვაციებით და რაღაცა საკითხებზე ჯერაც არ არის შეთანხმება და მე რომ ვუღმავდებით, ეს საკითხებია ნატოში გაწევრიანება, დონეცკის ოლქს რა მოუვა, ანუ შესაბამისად კი ბატონო, შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები.
დნეპრზე ნავიგაციის თავისუფლებაზე თანხმდება რუსეთი და უკრაინა დიდი ალბათობით, ხო და ფუნდამენტალურ საკითხებზე არ ამგონია, რომ 1 სანტიმეტრით მაინც წაწეული იყოს რამე შეთანხმება. შესაბამისად 28 იქნება 18 თუ 19, რეალურად რუსეთიც და უკრაინა წაწარმოებენ ერთ თამაშს, რომ პირში დონალდ ტრამპს უარს არ ეუბნებიან და მე ეს საქმე იწელება, იმიტომ რომ არ უნდა თუ იციან მისი ხასიათი, განაცხენება არ უნდა და ამიტომ თებერვლისგან განსხვავებით უკრაინა ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, რომ დასთანხმდა 19-ია თუ 28 ორი იმედით, პირველი რომ თავარი საკითხები მოუგვარებელია და მეორე ის რომ რა თქმა უნდა იმედი აქვს რომ ვლადიმერ პუტინის მაქსიმალიზმი ამ პროცესს ჩაშლის, ეხა ბურთი რუსების მოედანზეა, რუსების ესე პირდაპირ ალბათ უარს არ იტყვიან, დღესაც პუტინმა თქვა რომ ეს შეიძლება დაედოს საფუძვლად მოლაპარაკებებს და შემდეგ რაღაცა შემუშავებას, იქნება ესეთი დიპლომატიური იწილო-ბიწილო, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც მე უკვე აღნიშნე, ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. კი ბატონო, აი ბოლო კითხვა მინდა როგორმე მოვასწროთ, აი ეს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ნატოსთან დაკავშირებით ჩანაწერი დიდი ალბათობით ამ 19 პუნქტშიც მოხდება, იმიტომ რომ ერთ-ერთი საკვანძო საკითხი პუტინისთვის ეს იყო. მაშინ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ტრამპი აძლევს უსაფრთხოების მაღალ გარანტიებს უკრაინას, რა შეიძლება მოიაზრებოდეს აქ, თუ ნატოში გაწევრიანებაზე უარი ათქმევინეს უკრაინას, მაშინ აი რა განიხილება მაღალ გარანტიებად ქვეყნისთვის უსაფრთხოების? ხო, აქ რამდენიმე საკითხია. პირველი ხო, რა თქმა უნდა, რუსეთი ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და მეორე არც თქვათ ამერიკა ემხრობა ამ საკითხს. ხო, რა არის ნატოში გაწევრება რეალურად, რომ უკრაინაზე თავდასხმა გამოიწვევს რუსეთ-ამერიკის ომს. ხო, ეხლა დანიის და ლუქსემბურგის და ესტონეთის იმედად არ ამგონია ეხლა უკრაინელები იყვნენ სამხედრო ძალის თვალსაზრისით. ამერიკა თუ არ თანხმდება ამ საკითხს, ესე იგი რაც არ უნდა უსაფრთხოების გარანტია იყოს, ის არის თქვათ ამაზე ნაკლები, ხო? ანუ თუ რუსეთმა განაახლა სამხედრო მოქმედებები, ამერიკის შეერთებული შტატები ომში არ ჩაერთვება. დანარჩენი ახლა ეს იქნება თვითმფრინავების მიწოდება, რაკეტების მიწოდება თუ ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა მაღალი დონის უსაფრთხოების გარანტია, თუმცა არა ისეთი, რაც არის აი რაც ნატოში წევრობა, ხო? რაც არის რომ შენ თუ თავს დაგესწრე, შენ გამო ომი დაიწყება და შესაბამისად და მეორე საკითხი ახლა უკრაინა დათანხმდება თუ არა და ჩაწერს თუ არა კონსტიტუციაში, ეს შეიძლება ვლადიმერ პუტინისთვის მნიშვნელოვანი საკითხი იმ კუთხით, რომ თქვა დაამციროს და თავისი გაიტანოს. და რეალურად ლაპარაკია რომ შეიძლება ამ საკითხის ასე ვთქვათ ესე იგი შემოვლითი გზით მოგვარება შეიძლება თვითონ ნატო თუ ჩვენ არ ვიდეთ უკრაინას და უკრაინას რას უნდა ეწეროს კონსტიტუციაში რომ ახლა ნატოში გაწევრიანდება თუ არა ახლა აქ შემოვლითი გზის პოვნა ნამდვილად შეიძლება თავარია პუტინი ამას მიიღებს თუ არა ხო შესაბამისად და რეალურად ხო გასაგებია ახლა ხო რომ დღეს აზგუში მიღებდნენ უკრაინას ნატოში დღესაც არ იღებენ და ხვალად ჯერჯერობით მოქმედი ადმინისტრაცია აცხადებს რომ ეს საერთოდ დღის წესრიგში არ დგას უკრაინის მიღება ხო შესაბამისად ეს საკითხი ამ წუთას აი ესეთ მდგომარეობაშია კი ბატონო და აი ძალიან მოკლედ ევროპის ფაქტორი არ მინდა გამოგჩეს დღეს მაგალითად გერმანიის კანცლერის განცხადებაც იყო ისეთივე როგორც სხვა ევროპელი ლიდერების რომ მოლაპარაკებები ევროპის გარეშე და უკრაინის ჩართულობის გარეშე რეალური მშვიდობის მომტანი ვერ იქნება. აი როლი დღეს რა შეუძლია ჩვენ ხედავთ როგორ თანდათან გაიზარდა კი ბატონო ევროპის როლი უკრაინის თავდაცვის საკითხებში ვიცით რომ ფაქტობრივად ამერიკას თუ ინფორმაციით სადაზვერო ინფორმაციით მომარაგებას არ ვიგულისხმებთ შეწყვეტილი აქვს პირდაპირ მხარდაჭერა ამიტომ ევროპას რა შეუძლია და ევროპა არის თუ არა ეხლა საყრდენი საიმედო საყრდენი თუნდაც უსაფრთხოების თვალსაზრისით უკრაინისთვის ევროპას რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ, ხო? ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის უსაფრთხოებისთვის არის უკაცრავად ევროპისაც და უკრაინის უსაფრთხოებისთვისაც არის ჩაუნაცვლებელი, ხო? ჩანაცვლებადი რო იყოს, ევროპელები საკუთარი ბიუჯეტიდან ფულს არ გამოვიდებდნენ, რომ ამერიკის რაკეტები ეყიდათ და ამერიკული იარაღი ეყიდათ. ეს არის იარაღის მიწოდება, ეს არის იგივე ევროპელების ზურგის გამაგრება, თუ ევროპა საკუთარ ასე ვთქვათ, იარაღის მარაგებს ცლის და უკრაინას ადლევს, იმ იმედით, რომ ამერიკელების ზურგი აქვს. შესაბამისად, ამერიკა უკრაინის და ევროპის უსაფრთხოებაში არის ჩაუნაცვლებელი. ევროპელები მიუხედავად ბაქიბუქისა, რომ ხან ოდესაში დესანტი განლაგდებოდა და ხან 30 და 20 და 40,000 კაცი განლაგდება დნეპრზე, რომელიც რეალურად ისევ თუ განხორციელდა ისიც ამერიკელების ზურგით განხორციელდება და რეალურად ჯერჯერობით არანაირი პირი არ უჩანს. ჯერჯერობით ევროპელების როლი არის, რა თქმა უნდა, ზელენსკის გამხნევება და ფულის ესე თქვა შეგროვება, რომ ამერიკული იარაღი უკიდო თქვა უკრაინას და ეს
ფულიც ხო ეს ადრე თუ გვიან ეს ფული ხო საიდანღაც უნდა მოვიდეს, ან გადასახადები უნდა გაზარდონ, ან ის გაყინული რუსული აქტივები გამოყინონ ასე ვთქვათ და დახარჯონ, რაც სხვათა შორის რო დავძინოთ იმ 1-28 პუნქტია ის რუსული აქტივების ასე ვთქვათ განაწილება და ამერიკელების სარგებლის მიღება, ესეც მიანიშნებს, რომ შეიძლება რუსებმა ეს მიანიშნეს ამერიკელებს, რომ ეს ფულს მაინც ჩვენ ვერ ვნახავთ და ეგებ თქვენ უკრაინას დაახარჯოთ ცოტა და თქვენ წაიღოთ და ასე შემდეგ და ევროპელებს არ გაატანოთ. ანუ ესეც შეიძლება იყოს თეორია, მაგრამ ევროპის რეალურად ჯერჯერობით აქვს ფული და პოლიტიკური და ეკონომიკური გამხდარება უკრაინაზე და რაღაცა სამხედრო კომპონენტი, მაგრამ ამერიკა უკრაინის უსაფრთხოების საკითხში იქნება დაზვერვა ევროპის ზურგი თუ იარაღის მიწოდება ან მიყიდვა ჩაუნაცვლებელია ამ მომენტისთვის. მადლობას გიხდით, რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. გიორგი ხატიაშვილს უსმენდით, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი იყო ჩვენი სტუმარი. და ბოლოს გეტყვით, კვლავ პატიმრობაში რჩება ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, ჩემი სოლიდარობა მას, თავისუფლება მზია ამაღლობელს. ასეთ იყო დღეს ჩვენი სათქმელი.